ხშირად საუბრობთ ამ თემაზე, მაგრამ თვითონ ეს პრობლემა უკვე იმ მასშტაბის გახდა, რომ საჭიროა საზოგადოების ფართო ჩართულობა ამ პრობლემის პირველ რიგში ამ პრობლემის გაშუქების თვალსაზრისით, ამ პრობლემის მითითების თვალსაზრისით, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯერ კიდევ ჩვენ საზოგადოებაში არსებობს სეგმენტი, რომელიც თითქოს და ხედავს ამ პრობლემებს, იმიტომ რომ თვალსაჩინოა ეს პრობლემა უკვე ქუჩაში რო დადიხარ, ყველა ამჩნევს, ხო, რამდენად შეიცვალა უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ეს დემოგრაფიული სურათი. და თუმცა აი გარკვეულ იმაში, აი ცუდია ეს პროცესი თუ კარგია ეს პროცესი, ძალიან ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი ამაზე. იმიტომ რომ, როდესაც ახლა შენ ტელევიზორს ჩართავ, ან პოლიტიკოსებს უყურებ და ამ საკითხზე არ ხდება აპელირება და რაღაც სხვა პრობლემებზე ხდება ყურადღების მიქცევა, ну ჩვეულებრივი ადამიანი ალბათ ფიქრობს, რომ ეგრეცაა საჭირო, ალბათ, ხო, აი რაღაც ქუჩაში რო ყოველი მესამე, მეორე უკვე ჩამოსული როა და ამაზე ხელისუფლება, ვინც უფლებამოსილია, ხო, ეს საკითხები გააკონტროლოს, ვინც ამაზე რეაგირებას არ ახდენს, ან პირიქით ხელს უწყობს, ჩვეულებრივი ადამიანი, ბევრი სამწუხაროდ ხდება, ან იმ დასკვნას აკეთებს, რომ ნუ ალბათ ამაში არაფერი ცუდი არ არის, ეგრეც უნდა იყოს. თუმცა ცხადია საზოგადოების მეორე ნაწილი არსებობს, რომელიც ამაში ძალიან დიდ საფრთხეს და პრობლემას ხედავს და მართლაც ეს უკიდურესად ძალიან დიდი საფრთხეა, რომლის დროული მოგვარების და დროული ადმინისტრირების გარეშე ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ეთნოს, აქ არა მარტო სახელმწიფოზეა საუბარი, ჩვენს ეთნოსაც, როგორც ერთს, ჩვენ შეიძლება სერიოზული სათხის წინაშე აღმოჩნდეთ. ამიტომ ამ თემაზე მუდმივი საუბარია საჭირო. ამ თემაზე მუდმივი აპელირებაა საჭირო. ამ თემის მუდმივი წამოწევა, შეხსენება, ხმაური და ზეწოლა ამ თემით არის საჭირო. პირველ რიგში ცხადია ხელისუფლებაზე, იმიტომ რომ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ამ სურათზე. ის ხალხი აქ ტყიდან კი არ ჩამოდის და მთებს კი არ ლახავს, კაცო, და ჩვენ საზღვრებს უკანონოდ კი არ ლახავს. ჩვეულებრივად ჩარტერული რეისებია, ჩვენი აეროპორტებით ჩამოდიან. სხვადასხვა საინტერესოა, ჩვენ აქ საუბრობთ, ცხადია ჩვენ ამ შეკითხვებზე პასუხები არ აქვს, მაგრამ აი რანაირად ხდება არალეგალების შემოსვლა, რაღაცა საზღვარს კვეთენ, როგორც ვთქვათ, ევროპის ქვეყნებში, ან ვთქვათ, ესპანეთში, რომელიც ძალიან ახლოს არის აფრიკის კონტინენტთან, იქვე პატარა სრუტეს რაღაცა გასაბერი ნავებით კვეთენ ხოლმე და სანაპიროებს მიადგებიან და გადადიან. ნუ აი საქართველოში ალბათ ეგრე არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ არ გვესაზღვრება ეს ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებზეც არის საუბარი, მაგრამ ნუ აი როგორ ხდება, აი როგორ შეიძლება ისინი შემოდიოდნენ და როგორ გაჩნდა თლიანი ჩვენი მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით პროპორციულად ძალიან დიდი ციფრია, ხო, თითქმის 1%-ია 30,000, 25,000. სადღაც 1%-ამდე ბევრი არაფერი არ უკრია, ხო? აი როგორ გაჩნდა? რის ბრალია, რის შედეგია, რომ გაჩნდა ამდენი არალეგალი? ის 1% არის ჯაბა არალეგალი. და შენ ახლა დათვალე, რამდენია ლეგალურად აქ უკვე, რომელსაც საბუთები ჩვეულებრივად ნორმაში აქვს და ან შეიძლება საქართველოს მოქალაქე გახდა, ან ბინადრობის უფლებით სარგებლობს. ეგეთი არის ბევრად უფრო მეტი. ანუ როდესაც არალეგალია 30,000, ანუ მთელი მოსახლეობის ლამის 1%. შენ წარმოიდგინე ლეგალი რამდენია. ანუ ქუჩაში გაპარული რამდენია, ხო, ანუ რაღაცა რაც სისტემას გაეპარა, არის ხოლმე რაღაცა 1-2%. მცირე, რა თქმა უნდა. ხო, არ შეიძლება ლეგალი იყოს 2,000 და არალეგალი იყოს 30,000. პირიქით ხდება, ხო, ლეგალი ყოველთვის უფრო მეტია ვიდრე არალეგალი. და არც გვეუბნებიან, კაცო, ანუ სტატისტიკის ეროვნული ბიურო ჩვენ არსად არ გვამცნობს, რომელი ქვეყნის რამდენი მოქალაქეა საქართველოში. ან რომელი ქვეყნის რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა გარკვეული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული. ხო, ანუ ეს საკმაოდ დაფარული და საკმაოდ საიდუმლო
ინფორმაცია, რომელსაც რატომღაც ხელისუფლება არ ამხელს და ჩემი აზრით, იმიტომ არ ამხელს, რომ შემზარავი ციფრები იქნება. და რა გვინდა ახლა ჩვენ თუნდაც ეს ეროვნული ბიუროს მონაცემები, ჩვენი თვალები არ არის იმის დამადასტურებელი არგუმენტი, რასაც ხედავთ ქუჩებში, რასაც ხედავთ ტრანსპორტში, ჩვენ სამეზობლოში, უბნებში, თბილისში, რომ გახვალ ახლა ქუჩაში და განსაკუთრებით აი ღამე მაგალითად, აი რატომღაც ღამე ეს ხალხი ყველა გამოდის გარეთ. ეს პრობლემა თუ დროულად არ მოგვარდა, ჩვენ აღმოჩნდებით ძალიან დიდი პრობლემების წინაშე. სად მიდის ხო პრობლემები? საუბრობთ რომ აი ეს მოხდება. რა მოხდება? სხვა ქვეყნების თუნდაც მაგალითის მოშვერდიებით ვისაუბროთ, სანამდე მიდის, ანუ რაში მდგომარეობს თვითონ პრობლემა, რომელსაც რეალურად ეხა შენ ამბობდი, რომ ნაწილი საზოგადოების ჯერ ვერ აცნობიერებს. ნუ კი ხედავს რაღაცა ხდება ქვეყანაში, მაგრამ ვერ აცნობიერებს ამის ნეგატიურობას და მით უმეტეს ვერ აცნობიერებს, რომ მასაც შეეხება. ნუ ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა, ამას ყველა იგრძნობს რაღაც ეტაპზე, მაგრამ აი რა ეტაპი იქნება ეგ და რეალურად რა პრობლემას წავაწყდება. სამწუხაროდ ჩვენ თუ არ ვიაქტიურებთ და საზოგადოება თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებს და ცხადია ხელისუფლებას შესაბამისად თუ არ მიაწვევა და არ აიძულებს ეს პრობლემა აღკვეთოს, როდესაც ჩვენ უკვე ყველა შეგვეხება ეს პრობლემა, მაშინ უკვე გვიანი იქნება. მაშინ უკვე ამ პრობლემის მოგვარება გამოიწვევს ძალიან დიდ დაპირისპირებას, ძალიან დიდ პრობლემებს, იმიტომ რომ ეს ხალხი ძალიან დიდი ცივილიზაციის ნაწილია. ხო, ძირითადად ისლამური ქვეყნებიდან ჩამოდიან და ამ ყველა მოქალაქეს ყავს თავისი პატრონი. ისე კი არ არის, რომ ამ ხალხს რაღაც მოქალაქეობა არ აქვს, ან პოლიტიკური წონა არ აქვს. მაგათ ყავთ, კაცო, არავინ არ გაუშვებს ხელიდან იმ შანსს, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს საკითხი სათავისოდ არ გამოიყენოს. თუ ეს დაპირისპირებამდე მივიდა, ან რაღაცა რაღაც კონფლიქტში გადაიზარდა და მე უბრალოდ არ მესმის, როდესაც ეს ცხადია, რომ ეს გამოიწვევს ამ შედეგს, კაცო. გამოიწვევს ეთნიკური ბალანსის შეცვლა ყოველთვის კონფლიქტს იწვევს. მულტიკულტურალიზმი არ მუშაობს. ან მუშაობს უკიდურესად აი ისტორიული თვალსაზრისით, აი ახლო ერებს შორის, ან ახლო რაღაცა მონათესავე ხალხებს შორის, თუმცა ეგეც არ არის, კაცო, ავტომატ აპრიორი არ ნიშნავს, რომ კონფლიქტები არ მოხდება. ახლა მაგალითად, საქართველოს ეთნიკური კონფლიქტები ჩვენ სამოქალაქო მიხდება ერთი და მეორე, ხა ჩვენ მაგალითად ჩვენს ტერიტორიაზე ვისთანაც ეთნიკური კონფლიქტები გვაქვს, იმ ხალხთან ისტორიული ძალიან დიდი კავშირი გვაქვს, მათ შორის რელიგიური ფაქტორი არც ერთ მაგალითად აფხაზებთან და ოსებთან რელიგიური დაპირისპირება არ ქონდა, ორივე ერი მართლმადიდებელია. მაგრამ მაინც მოხდა ხო დაპირისპირება და მით უმეტეს, როდესაც საერთოდ უცხო კულტურის, უცხო რწმენის და უცხო აი ჩვენთან რო არანაირი მენტალური კავშირი არ აქვს, ეგეთი ხალხი რო დიდი რაოდენობით ჩამოდის, ცხადია ეს გამოიწვევს კონფლიქტს, ეს გარდაუვალია. ეგ ასე მოხდა ევროპაში მაგალითად. ევროპაში კონფლიქტები ხდება. ევროპაში უკვე გეტოები ჩდება. სადაც ეს ჩამოსული მიგრანტები არანაირ ასიმილაციას და ინტეგრაციას არ განიცდიან. პირიქით, კაცო, ისინი ცდილობენ თავისი კულტურა დაამკვიდრონ. თავის კულტურაზე და ყაიდაზე გადაიყვანონ ადგილობრივი მოსახლეობა. და უკვე ღია განცხადებებს აკეთებენ, კაცო, პოლიტიკაში მიდიან უკვე. მთელი რიგი ქალაქების მერები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები უკვე ამ მიგრანტების წარმომადგენლები ხდებიან, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ ჩვენი წესებით მიგვიღეთ, კაცო, თქვენი წესები, ჩვენ კი არ უნდა მივიღოთ თქვენი წესები, თქვენ მიიღეთ ჩვენი წესები. და რასაც ინგლისი ვერ ერევა, საფრანგეთი ვერ ერევა, 9 მილიარდიანი ევროპა ვერ ერევა, საქართველო ვერ მოერევა ამ პრობლემას. და ხელისუფლებას ეს საკითხი საერთოდ არ ანაღლებს. აი რატო? ეგ არის
საინტერესო რატო არის ხელისუფლების პოლიტიკა ამ ყველაფრის მიმართ უკეთეს შემთხვევაში ინდიფერენტული, უარეს შემთხვევაში პირიქით წამახარისებელი. რატომ არის და ორი ფაქტორი არსებობს ჩვენს ქვეყანაში. პირველი ფაქტორი ეს არის გაბატონებული პოლიტიკური ელიტის კომერციული და ფინანსური ინტერესი, რომელიც ჩადებულია ამ საკითხში. და მეორე საკითხი უბრალოდ უცოდინრები არიან. არიციან ამ პროცესებს რა მოყვება. მაგდენს ვერც საზღურავენ. მაგდენი არც განათლება, არც კომპეტენცია და არც უნარი აქვთ, რომ ცოტა წინ გაიხედონ, აი ჰორიზონტს შეხედონ, ეს პროცესები რას იწვევს. რაც შეეხება იმ პირველ არგუმენტს, რაც მოვიყვანე, რომ ეკონომიკური და ფინანსური დაინტერესება აქვთ პირდაპირ. უყურე როგორი რაღაცაა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველოს მიიღო დამოუკიდებლობა, ჩვენ გადავედით სულ სხვა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში. ის წინა ცხოვრების წესი, ის წინა რეალობა, ჩვენი უნიათობით და ჩვენი პოლიტიკოსების უცოდინრობით, მაგრამ რაც ფაქტია, მოხდა, რომ დაინგრა. და არაფერი ახალი არ აშენდა. ჩვენ დავშალეთ ქარხნები, დავშალეთ ის ეკონომიკური ბაზა, რაც იყო საბჭოთა საქართველოში, არაფერი ახალი არ ავაშენეთ. არაფერი, ერთადერთი რითაც ვიყავით დაკავებული ვყიდიდით. აი რაღაც ჯარში ჩავაბარეთ, რაც იყო დოვლათი, მერე დავიწყეთ ადამიანებით ვაჭრობა და ადამიანებით ვაჭრობას ვეძახი მე იმ ფაქტს, როდესაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი იძულებული გახდა, რომ უცხოეთში გადახვეწილიყო და იქ ეშრომა და ემუშავა და ამ შრომით შეენახა საქართველოს. ჩვენ ხო ვიცით, რომ დიდწილად საქართველოს არსებობს ჩვენი ემიგრანტების ხარჯზე. და მე ამას ვეძახით 21 საუკუნის ტყვეთას ყიდვას. როცა ოჯახის ერთი წევრი იძულებულია სადღაც წავიდეს, იქ იმუშაოს, იშრომოს, ეხა არავის ხო არ უხარია, თავისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებულია ეს ხალხი, რომ სადღაც წავიდეს და მოწყდეს თავის მშობლიურ კერას, ოჯახს. ზოგიერთი ადამიანი წლობით არ უნახია თავისი ოჯახის წევრი. და ეს ელიტებმა, ადგილობრივმა ხელისუფლებებმა შექმნეს ეგ რეალობა. ეს იყო ერთი ჩვენი ეკონომიკური ბაზა, თანამედროვე საქართველოს, დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური ბაზა ერთ-ერთი იყო ჩვენი ოჯახის წევრები გაუშვით სადღაც სამუშაოდ. და მეორე ეკონომიკური ბაზა რა არის, იცი? ჩვენ რამე ქარხნები კი არ ავაშენით და რაღაც დოვლათი კი არ შექმნით, რაც გვაჩუქა ბუნებამ, მაგის გაყიდვა დავიწყეთ. დავიწყეთ ბუნებრივი რესურსების გაყიდვა, ძალიან დრაკონული, კაბალური ფორმით და ასევე დავიწყეთ მიწის გაყიდვა. ეხლა რა ეკონომიკურ, ფინანსურ რეალობაშია საქართველოს, აი ეს მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ხელისუფლებასთან და ხელისუფლების ხელშეწყობით ხდება ეს პროცესი, სხვა ვერაფერს ვერ ვაწარმოებთ. ჩვენ ინდუსტრია არ გაგვაჩნია, ჩვენ ტექნოლოგიები არ გაგვაჩნია, სოფლის მეურნეობა არ გაგვაჩნია, ერთადერთი რაც გაგვაჩნია, ვაშენებთ ამ ბეტონის ჯუნგლებს. ისიც ვაშენებთ უხარისხოთ, ისიც ვაშენებთ იქ, სადაც არ უნდა ვაშენებდეთ. პრაქტიკულად სივრცეს არ დო. ხო, ბნელმა კომუნისტებმა ამე არ ძინავს იქ რაღაცა უნდა. კი, აი ბნელმა კომუნისტებმა რომ რაღაც გათვალეს, რომ აი ამ კორპუსსა და ამ კორპუს შორის უნდა იყოს რეკრეაციული ზონა, სკვერი, საბავშვო რაღაცა ის სივრცე, სტადიონი, ამ ჯიგრებმა რო შეხედეს რაში აქვს საჭირო კორპუსსა და კორპუს შორის სივრცე რატო უნდა იყოს. მოდი იქაც რაღაც კორპუსი მახინჯი რაღაც შენობა ავაშენოთ, დაიწყეს ამ ბეტონის ჯუნგლების მოწყობა და ვიღაცაზე ხო უნდა გაიყიდოს, კაცო. ვიღაცამ ხო უნდა იყიდოს, ქართველი ღარიბია. ქართველი ვერ იყიდის ამდენ ბინას. ამიტომ იმისთვის რომ საკუთარი ინვესტიცია მოეღოთ,
ფართოდ გაუხსნეს კარები უცხოელებს და პირველ რიგში ვინ ჩამოვა აქ? და გერმანელი და იტალიელი და რაღაც იაპონელი ბინას კი არ იყიდის, კაცო. აქ ბინას იყიდის 1,5 მილიარდი ისლამური სამყარო როა ჩვენ სამხრეთით. რომლის ბუნებრივი ინტერესია რომ ექსპანსია მოახდინოს. ერთი და მეორე მათი კლიმატი არ არის სასურველი ცხოვრებისთვის. საქართველო არის 64. ეხლა სადღაც იმაში ერაყში რო ცხოვრობდა, საუდის არაბეთში და იმაში უდაბნოში რო ცხოვრობ, ეგვიპტეში. ო, შენ საქართველო მოგეჩვენება როგორც რა ვიცი დედამიწაზე 64. ამიტომ ვინც კი შეძლებულია და ხა 1,5 მილიარდ იმაში სამყაროში სულ რო 1% შეძლებული 5% რო შეძლებული უკვე 7 ნიშნა ციფრია, ხო? ეს ხალხი ყიდულობს საქართველოში ბინებს, სახლებს და ცხადია მომავალში იქ კიდევ უფრო გართულდება ცხოვრება. ჩვენ ვიცით რომ გლობალური დათბობა, წყლის ამოწურვის პრობლემაა. მომავალში საერთოდ ყველა ექსპერტი იმაზე საუბრობს, რომ მტკნარი წყალი იქნება როგორც ნავთობია დღეს. იმიტომ რომ იცოლება ჩვენი კლიმატი. მართლა გლობალური დათბობა მიმდინარეობს, ხო? ეხა თუნდაც რა გვინდა რაღაც ზედმეტი მეცნიერული ლიტერატურის წაკითხვა. ჩვენს ხო ვამჩნევთ, კაც ჩვენს ბავშვობაში ისეთი თოვლი მოდიოდა ხოლმე, ეხა თოვლი საერთოდ არ მოდის. ბოლოს როდის ნახე, კაი თოვლი. მე არ მახსოვს, მარტო ბავშვობაში მახსოვს. იმიტომ რომ ეგ პროცესი მიმდინარეობს და აი სამხრეთის ქვეყნები, რომლებიც მრავალრიცხოვანია, სადაც ისედაც პრობლემაა ამ თვალსაზრისით, კლიმატის თვალსაზრისით, არ არის კომფორტული მან ცხოვრება, ცხადი იქიდან მიგრაცია წამოვა. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. თან თუ ამას თან დაერთო ომები, კატაკლიზმები, კიდევ უფრო ეს ამ პროცესებს გააღრმავებს და გააღვივებს. ამიტომ ჩვენ თუ ამ პრობლემის ეხლავე პრევენცია არ დავიწყეთ, ჩვენ აღმოჩნდებით ძალიან რთულ მდგომარეობაში. ბოლო 400 წელი თბილისი იყო არაბების ხელში. ემირატი იყო თბილისის და 400 წელი მოანდომა ქართველმა ერმა, რომ საკუთარი დედაქალაქი დაებრუნებინა. დიდგორი სანამ არ მოხდა, მანამდე თბილისი ვერ დავიბრუნეთ და ეხლა აი ამ რაღაცა მცირე პროცენტის ბიზნეს და კომერციული ინტერესის გამო რატო ვაბრუნებთ, კაცო, იმ ძველ უბედურ პერიოდს, სადაც რთული ყოფიერება მოგვიწევს ჩვენ ქართველებს. ის ხალხი, კაცო, ქართველები კი არ გახდებიან და ჩვენს ეთნიკურ იმას კი არ შეავსებენ სივრცეს. ისინი თავის სამლოცველოებს, თავის კულტურულ ექსპანსიას დაიწყებენ. იმიტომ ჩვენზე ძლიერები არიან, მრავალრიცხოვანი არიან და მდიდრები არიან. აქეთ დაიწყებენ ქართველების გადაბირებას უკვე როგორც მიმდინარეობს. ელიტა უკვე იყიდეს. ელიტა უკვე იყიდეს, ფაქტია. და რატო ვაკეთებთ ამას? აი ვინც ვაცნობიერებთ ამ პრობლემას, რატო უწყობთ ხელს? წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ, იმიტომ რომ მე გვიან იქნება. შეიძლება, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ რაღაცა უხეში ფორმების და არაკონსტიტუციური მოქმედების მეთოდების მომხრე არასდროს ყოფილ ვართ, მაგრამ აი როგორი უნდა იყოს ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების ხო ვარგა, რომ ხელისუფლება აკონტროლოს და თუ ხელისუფლებას რაღაც გადახოვები აქვს ხალხის ნების აღსრულებიდან საზოგადოებამ უნდა აგრძნობინოს. ხო, ამ შემთხვევაში როგორი უნდა იყოს საზოგადოებამ როგორ შეიძლება მოახდინოს ხელისუფლებაზე ლეგიტიმური ზეწოლა და როგორ შეიძლება მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ კონკრეტულად აი ეს პოლიტიკა, რასაც ამ მიმართულებით აკეთებს, თავის ვიწრო ფინანსურ, ეკონომიკურ ინტერესებს რო სწირავს თელ ქვეყანას, ეს რო საზოგადოებისთვის მიუღებელია, როგორ უნდა მოხდეს ამის დემონსტრირება. მე გეტყვი, ამ პრობლემის მოგვარებისთვის არის საჭირო შემდეგი კონკრეტული მექანიზმი. პირველ რიგში ამის გაცნობიერება, საერთოდ პრობლემის მოგვარება ხდება ჯერ პრობლემის გაცნობიერებით. სამწუხაროდ ქართული საზოგადოების კრიტიკული მასა ჯერ ამას ვერ აცნობიერებს.
ჯერ ნაწილს ძინავს, არ ჯერა. აქეთ გვიტევს ქართველებს. ქართველი უტევს ქართველს, როდესაც ამ თემაზე, ამ პრობლემაზე ამახვილებ ყურადღებას. შენიანი გიტევს. იმისკენ არის შენიანი. ჯერ ნაწილი. ნაწილს იქ გარკვეული ფინანსები ზოგი რო ვაცალოთ. კი ბატონო, ზოგიერთ სხვადასხვა, ზოგიერთ პირდაპირ ინტერესი აქვს. ზოგიერთი უგუნურობით, ზოგიერთი საერთოდ კარგი გონია, ლიბერალებს კარგი გონია და საერთოდ ეხლა რაზეც ვსაუბრობთ, ეს შერაცხულია როგორც რაღაც კრემლის პროპაგანდა, ფაშიზმი და შემდეგ. რატო არ უნდა გიხაროთ ეს ეხლა პაკისტანის და არაბეთის ჩამოყალიბება საქართველოში? ცუდი დრო იყო იმის იმიდან თბილისის ემირი რომ მართავდა თბილისს. რა კაი დრო იყო, მულტიკულტურული გარემო იყო, ხო და როგორი რაღაცა, იცი? ჯერ ყველაფერი იწყება გაცნობიერებით. შემდეგ ხდება ამ პოზიციის ჩამოყალიბება. საზოგადოების დიდ ნაწილში ამ პრობლემაზე უნდა მოხდეს კონკრეტული პოზიციის ჩამოყალიბება. რომ უნდა მივაწვეთ ხელისუფლებას, უნდა ვაიძულოთ. ზეწოლა უნდა მოვახდენოთ. თუ საჭირო იქნება ფართო მასშტაბიანი საპროტესტო ტალღაც უნდა ავაგოროთ. თუ საჭირო გახდება და მე როგორც ვთქვი, მაქამდე მიდის. ყველაფერი ქმედებებშიც უნდა აისახოს ეს ყველაფერი. და ცხადია, უნდა აისახოს იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერაში, ვინც ამ თემებზე საუბრობს და იბრძვის. აიგაა ძალიან მნიშვნელოვანი კიდე რომელიც რაც სამწუხაროდ საზოგადოების ერთ ნაწილში ჯერ კიდევ აი ეს მარტივი კანონზომიერება არ არის გასაგები. რომ შენ თუ რაღაცა გაწუხებს და მნიშვნელოვნად მიგაჩნია, თუ ამ პრობლემაზე რაღაცა პოლიტიკური ძალა იბრძვის, შენს ნაცვლად იბრძვის, შენ სათქმელს აყალიბებს და აქტუალურს ხდის, იმას მხარი უნდა დაუჭირო. ისე კი არა, რომ რაღაცა პრობლემა მიგაჩნია ეგზისტენციალურად. აი, ყველაზე მნიშვნელოვნად მიგაჩნია მაგალითად ეს საკითხი, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. მეთანხმებოდე, რომ კი, ეს მართლა ეგრეა და რაღაცა უნდა ვქნათ, თორე დავიღუპებით. მოვა არჩევნები და მისცემ იმ პოლიტიკურ ძალას ხმას, რომელიც ამის წინააღმდეგ არის. აი, არ უნდა გააკეთო. მე მეთანხმებოდე რაღაც ვერბალურად, მთელი სულით და გულით, მაგრამ არჩევნებზე იმ ძალას უჭერდე მხარს, რომელმაც პაკისტანი მოგიწყო. ეგ არა თავმდერული და გაუგებარია საერთოდ რას აკეთებ.